სალამი მეგობრებო, გამარჯობა. საინტერესო განცხადებით და ვიდეოთი მინდა დავიწყო. ჯერ მინდა ჯიგრულად გითხრათ, რომ ვირიშვილები ძალიან ქილიკობენ Deep State-ზე ეს-ერთი და კიდევ იმაზე, რომ აი ქართველი კაცების გათხოვების შიში რო გვაქვს. ნუ ეს რა თქმა უნდა უტრირება აბსოლუტურად იდიოტური, თუმცა უტრირებულიც კი, თან ასეთ სახუმარო არ არის, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. ნუ გასაგებია ხო, ეს არის განსაკუთრებული იდიოტის არგუმენტი არის, რომ პროცესი როგორღაც იუმორისტულ სივრცეში ხო, ანგლობაში რა. და ზედათ ვისაც ეს არ ემუქრება, გათხოვება ისინი ამბობენ რა, პირიქით ვისაც კარგი არის, რომ ეგენი ხუმრობენ. ვის უკვე გათხოვდა. ისინი ხუმრობენ, რომ გათხოვებენ არა, ჩემბეხები. კარგი. მაგას თავი დავარებოთ. ხო და Deep State-ზე ხუმრობები არის ყველა ენაზე, მაგრამ მართლაც ასეა, ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების მინისტრმა ეს არის ადამიანი, რომელიც აერთიანებს ყველა სადაზვერვო თუ საგამოძიებო უწყებას, ამ ადამიანმა დასდო მოხსენება, სადაც სწორედ ობამა და Deep State-ი დაადანაშაულა იმაში, რომ მისთვის არასასურველ პოლიტიკოსებს, პირველ რიგში ტრამპს და მსოფლიოში წესია, ასე თქვა ამ ქალმა, უქნიან პრორუსის იარლიხს და ამ პროპაგანდას უწევს. სპეციალურად პრორუსის იარლიხს, რომ შემდეგ უკვე გააკანსელონ, ანუ გააუქმონ პოლიტიკიდან. ხო და ჩვენ აგერ მეგობრებო, დავწერე კიდე ეს, რომ არ შემეშალოს, ჩვენ ანალიტიკა ვიწყებთ ხილების სერიას, რომელიც ჩვევია კარგად, როგორ ხვდებიან NGO აგენტურიდან პოლიტიკაში. და Deep State-ი როგორ ხელმძღვანელობს ამას. კი ბატონო, და ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს ჩვენ ვნახავთ ერთი აგენტის ამბავს, დღევანდელი ეპიზოდი ეძღვნება გიორგი შვენიარიძეს. ვნახოთ ვიდეო და მე ხო, სანამ ვიდეოს ვნახავთ, რეალურად 90-იანებიდან ვიდრე დღემდე საბჭოთა კავშირი როცა დაიშალა, აი პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პერიოდში NGO იყო ყველაზე დიდი ტრამპლინი პოლიტიკაში მოსასვლელად, ეს ვიცით ყველა. აბსოლუტურად ყველა ვარდების რევოლუციის სახე არის NGO-ს გამოზრდილი, NGO-ში ჰქონდათ გავლილი თქვა გადამზადება, ჩვენ რეალურად ხო როგორც ქვეყანა თითქოს და ვიყავით NGO ტრენდზე ისე მომждარი, რომ NGO ტრენინგებზე ნასწავლი დემოკრატიით და კოფი ბრეიკით ხელმძღვანელობდა ქვეყანა. ჩვენთან არ იყო თქვა სამეცნიერო კვლევითი ცენტრები, არ იყო think tank-ები, არ იყო აი ეს პოლისები, პოლიტიკური სადაც უნდა დამუშავდეს, თქვა პარტიებში ესე ცოდნა აღარ წარმოიდგა, NGO გახდა მთავარი, თქვა აი ეს რა mainstream პლატფორმა პოლიტიკის და ახლა უყუროთ. წარმოგიდგენთ ციკლს Deep State-ის აგენტები, მომავალი პოლიტიკოსები, მხილების სერია, კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს. როგორ ხვდებიან NGO აგენტურიდან პოლიტიკაში. გიყვებით ერთი აგენტის შესახებ. Deep State-ისთვის NGO აგენტურის პოლიტიკაში მოყვანა აპრობირებული მეთოდია. სქემა ასეთია: ჯერ ხდება გადაბირება და ხდებიან აგენტები. შემდეგ დაფინანსება, ანუ წახალისება უპირობო მორჩილებისთვის და ბოლოს გამორჩეული აგენტურის პოლიტიკაში გადამისამართება. პოლიტიკისთვის გამზადებული აგენტები. ეპიზოდი პირველი. გიორგი მშვენიერაძე, ცნობილი ქართველი NGO-შნიკი. მისი ბიოგრაფია Deep State-ის პოლიტიკური აგენტურის კრიტერიუმებს მშვენივრად ერგება. სხვა უსამშობლო NGO-შნიკების მსგავსად, მზადაა ეთაყვანოს უცხოს მშობლიური სანაცვლოდ. დღეს თავისუფლების მოედანზე ევროპის ჰიმნს ქართულად ვიმღერებთ, მარშამდე შეგიძლიათ წაივარჯიშოთ. თავად გიორგი მშვენიერაძე 10 წელია ვარჯიშობს გარე დაფინანსებით ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში. მშვენიერაძის NGO-ს დონორები: ღია საზოგადოება საქართველო, ანუ სოროსის ფონდი, East West Management-ი, რომელსაც აფინანსებდა ტრამპის მიერ Deep State-ის ინსტრუმენტად გამოცხადებული USAID, Zinc Network-ი, რომელსაც თავის მხრივ აფინანსებდა ასევე
ხო, ну დიდი მადლობა ამ ვიდეოთვის კიდევ იქნება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს როგორც გითხარით. გაგაცნობთ უფრო კარგად. საჭირო ის არის წამოწყება, იმიტომ რომ გავაკეთებს და აქციებსაც გავაკეთებ და წინააღმდეგობაში ვიქნებით ყველაზე აქტიურები. თუ დაყადაღებები ხდება, რამე ლოგიკით კი არა. დაიჭერენ ახლა ამას, იმიტომ რომ კანონი გძალავს სხვადასხვა ფეიქ ანგარიშებით, მაგას გონია როგორც რუსეთიდან ფულს იღებს, ისე იქნება აქაც და სასახად გძალავს კანონი ფეიქ ანგარიშებიდან არადეკლარირებული შემოსავლის შემოდინებას უცხოეთიდან პარტიაში და დაიჭერენ. ძალიან მე კი არ მინდა ესე რომ შეიძლება არასასიამოვნოს არის, მაგრამ კანონია რა და დაიჭერენ. ესეთ შემთხვევაში ძალიან იოლად დაიჭერენ ამ ქალს. რომ იძახეს რომ ფეხებზე მკიდე 17 ლარი იყო ესე თქვა, იგი ანგარიშზე. და მე კიდე მაქო და არასოდეს არც ერთ ჯარიმას არ გადავიხტიო. არც ერთ სასამართლოზე არ მივალო და ხო ხვდები ძალიან მალე მას დაიჭერენ და შეიძლება ეგრე უნდათ. ჩვენ უყურეთ მასობრივ აი ის ხოდ რო იწვია ხოლმე რა, მასობრივ სვლას პენიტენციური სისტემისკენ. და ეთქობა რაღაცა მართლა კარგი ბალანდა იღება იქა რა. ალბათ რა ვიცი. კარგი ლევან ხაბეიშვილი. ინტეგრატორი. აი ეს როგორ ლაპარაკი? აი ეს აგენტი არ არის. იმიტომ რომ ვერ არა აქვს რა თქმა უნდა აგენტი ძალიან მარტივად არ არის აგენტი, იმიტომ რომ ვერც ერთ ენაზე ვერ გაისაუბრება და შესაბამისად ინტელექტუალური რესურსი არ აქვს რომ ყველაზე დებილი აგენტი იყოს. რა ძროხა რო გამოუგზავნა ამერიკელი. ვერც ერთ ენაზე ვერ ბოუგებენ. აგერ გეუნებ გამოუგზავნა ამერიკელი ძროხა. არა, შეხო და ნახავს რომ აი ამას როგორი ხარისხის მაგარ ბალანს. შეხო რადო ადარებთ რაღაც ცხოველებს. ძროხა იქ არ იყო, ძროხა კეთილი ცხოველი. კი. მე რა მაშინ ინტელექტის დონე არა ინტელექტის დონე პოსტალა ძროხას აი ხა ძროხას ინტელექტი არ ვიცი. ნუ აი ხა ვიჟნა ხაბეიშვილის ინტელექტი და ძროხის ინტელექტი. ან ძროხას მეტი IQ-ა. რა UN-ი მეტი ჩდარიან მე მგონი. ნახოთ, კარგი გავშვიდო ხაბეიშვილი. აბე. კარგია რო პარტიის გაერთიანება, მივესალმები, სადაც რამე ერთობა იქნება და სადაც კონსოლიდირება მოხდება და მეორე 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ძალიან მაგარია რომ ეს ინიციატივა აიღო სამოქალაქო საზოგადოებამ და პაატა ბურჭულაძემ პირობითად. მე ამავე პაატა ბურჭულაძე რატო? იმიტომ რომ არ არის პოლიტიკოსი, იმიტომ რომ არ აქვს პოლიტიკური ამბიციები. პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს მაინც ასე თუ ისე ყველას აქვს აი რაღაცა ჩემს გარშემო პოლიტიკოსის გარშემო გაჭირდა ეკლექტურია პოლიტიკური საზოგადოება და გაჭირდა ერთიანობა. კარგი, ნუ პაატა ბურჭულაძე სახედ მოძებნეს რომელიც არის პაატა ბურჭულაძე რომელიც არის სუფთა დებილია. არა, დებილთან ერთად არც ისე თქვათ კარგი ეთიკურ მორალური კომპასები აქვს, იმიტომ რომ მოგებული გვაქვს მაგაზე. საქმე გვაქვს ხო, იმიტომ რომ გვიჩივდა და წაა. კი ბატონო, იმიტომ რომ მას ჰქონდა საქველმოქმედო ფონდი და არავდა ფულს, ულუკმაპურო ტოვებდა ბავშვებს, უბინაოდ ტოვებდა ბავშვებს და 70% ამ საქველმოქმედო ფონდიდან იხარჯებოდა მასსა და მის მეუღლის თქვათ ხელფასებზე, გადაადგილებაზე, მანქანებზე და ასე შემდეგ. ჩვენ ეს მოგებული გვაქვს საქმე და ამიტომ ლაპარაკობთ. ვიზა ივანიშვილმა რო მოყვა, ეგ იყო კიდე საოცარი ისტორია. აროჩეო, ესე იგი დამაზღვიეო. მე ვღირვა რომ ამას დაუთვლია, მე თუ პოლიტიკაში შემოვედიო, ჯერ 2000 არა, ჯერ თვითონ ილაპარაკო. ესე იგი 2012-ში სადაც მართლა სიკვდილ სიცოცხლის მდგომარეობა იყო, ისე ვიბრძოდით ყველანი, მართლა სიკვდილ სიცოცხლეზე იყო საკითხი და არა თანხაზე და არა რაღაცაზე და ბიზინა ივანიშვილმა იმ დროს ხო ყველაფერი გვერდზე გადადო, მათ შორის ოჯახი იმ ხრივ რომ საფრთხეში ჩააყენე, იმიტომ ხო
და ბურჭულაძემ დაითვალა თავის კარიერა, რა დუღირდა და 8 თუ 9 მილიონიო და არ გაამრავლა კიდე. ხო და ბიზნესმენიშვილა ჯერო სერიოზულად ვერც აღვიქვიო. ხუმრობა მეგონა. ესო და ხუმრობა მეგონა და შევეწინააღმდეგე რომ 9 არა 2 მილიონიო რა რაღაცა ისიც ნახევრად სერიოზულად, იმიტომ რომ ეგეთ ბრძოლაში როცა გელაპარაკები ამ ფულზე უკვე არასერიოზულია. ხო და მე წასულან და ცოლი მისულა იმის ბანკის ანგარიშით, რომ კაიო 2 მილიონი დასკვიო ის. კაია, ეხა ვიფიქრე ისეთ საქმეა. სამშობლოს გადარჩენა, სამშობლოს გადარჩენაზე ლაპარაკობდა და ესეთი მორალური კომპასის ფონე ახსენებთ ამბავს, ფარული ჩანაწერი არსებობს, ურეკავს ნიკუტა გვარამია ამერიკაში მყოფ ამას იდიოტს და ეუბნება რომ თქვენთან Facebook-ის სტატუსზე დაიდო თქვენს Facebook-ის გვერდზე და იქ გახელები მიდის და მოსთხოვა პასუხი რა. უიო არა ვარო მე ჩამოვალ და ნახავო Facebook-ში შევალ. ხო, იმიტომ რომ Facebook-ს კონკრეტულად იმ კომპიუტერიდან არა, კონკრეტულად არა, Facebook-ი ხო საქართველოს შექმნილი პლატფორმა არის და მხოლოდ საქართველოსთან ამერიკიდან ვერ შედიხარ. ვერა. ძალიან კარგი. კი ბატონო, ლომჯარი აი ადამიანი ქალი. აი რომელიც აგენტურაში არც ერთხელ არ არის შემჩნეული. შემდეგ ეპიზოდში ლომჯარია უნდა იყოს აუცილებლად. ლომჯარია რომელსაც აგენტობის 1% ნიშანწყალი არა. ფოტო და შემდეგ ჯერზე გაჩვენებთ ზურგი ძის. ძალიან მომხიბლავი ზურგი აქვს. მიშელ ფაიფერს აქვს და მას. მართლა არ გადაო. მე ფოტო ვიცავ. მიშელ ფაიფერის ზურგზე არ გადაო. ამ შემთხვევაში Scarface-ში როგორი ზურგიც აქვს ხო? კარგი და რო ჩამოდის მე კარგი ახალგაზრდები ხო დაახლოებით ასეთი ზურგით ცოტა ეროტიულად ზის ეს გოგონა და უყურებს ამერიკის დროშას მართლა ყვება? ამერიკაში არის რომელიღაც მუზეუმში და რაღაც ფოტოს უყურებს ფოტოს რა ხდება არ მახსოვს კი? მართლა ეგეც ზურგია? ზის ეს არა რა თქმა უნდა. ხუმრო? მიშელ ფაიფერის. არა, მან მოწიწება არის. არა. მიშელ ფაიფერი ძალიან მაგარი ზურგი იქ ამოღებული კაბაცია და იგივე არის ახლა მე რომ მეთქვა რომ აი ხაბეიშვილის რაღაცა ტონი მონტანა რო ალპაჩინო რო არის Scarface-ში. ეგ ფოტო უდევს თუ შეიძლება. ეგ ფოტო უდევს. ხალხო მე ვიცი ეგ დადო ომბუდსმენოვიდან როგორც კი გაუშვეს პირველი vacation თონა ამერიკაში ხანახევარი გაქანახი სლაიდებს რო უყურებს ხანახევარი კიმ ბესინჯერი ხო მიშელ ფაიფერს კარგად იყოს და კიმ ბესინჯერი სლაიდებს რო უყურებს ხო გახსოვს დაახლოებით ესეთი სცენა და აი ისე შენ ზურგი რა როცა რებელ უილსონი უნდა წარმოიდგინო ამ ყველას მაგივრა არა ზურგი რატო ახსენე აბა ესე ჩააგდეს ეს აბა არ ზურგი ეგაა თემა. კი ბატონო. უბრალოდ ამ რაღაც ძალიან პერვერსიულად. ხო და ვერ შეხედე რა. აი მიშელ ფაიფერი. სხვა შორის რო არ გეთქვათ რომ ლომჯარია მიშელ ფაიფერი მეგონები. კი არის ბიჭო ეგ. მე არ მახსოვდა რას უყურებ. კიდე ერთხელ გავუშვით ეს ეპოქალური ფოტო, ეს ფოტო არის კვინტესენცია ლომჯარიების. აგენტურის კვინტესენცია მეგობრებო. ეს სტობილი ნახატია დაანთებდა. მაგრამ სხვათა შორის ეს არ არის აგენტურის ყველაზე კარგი ილუსტრაცია, ეს არის თვითკოლონიალიზმის ყველაზე კარგი ილუსტრაცია, რომ ეს არის ყრზომეშენ მიყვარს. არა, ეს არის არა, ეს არის თვითკოლონიზაციის ილუსტრაცია, რატო? მაგრამ ნული სექსუალობა. შენ როდესაც საუბრობ, რომ შენ გვეიცი ვინ არის და შენ როდესაც საუბრობ, რომ მაგალითად სასამართლო და მოსამართლეები უნდა იყვნენ ბელგიელი და ჰოლანდიელი და ბრიტანელი მოსამართლეები დაკომპლექტებული ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამას როგორ გავუწოდებით ხო ჩვენ თეთრი ესეთი კოლონიზატორი ღმერთები გვჭირდება. არა, ისე ვამბობ რა მიმართება. ამერიკის დროშას ესე რომ უყურებ, რომ ესე იგი ეს ამერიკის დროშა არის კაცობრიობის და ევოლუციის დასკვნითი ეტაპი ალბათ. ცივილიზაციის მაგალითად მეგობრებო, მე აი კიდე ხელ გავუშვით ამას კარგად დავამუშავდი ამ ფოტოზე. ჩანთას, სადაც წყლის ბოთლი და რაღაცებია მოვაშორებდი რა. ზედმეტი აქ ჩანთა, მაგრამ როგორ უყურებთ რა. ამ თელი ალბომი პრიკოლი იყო. თელი ალბომი პრიკოლი იყო, რა აი დაისვენ ამ ბინძური საქართველოს და როგორც იქნა და აღთქმულ მიწაზე. ანუ იქ გათავისუფლდა ამ ბინძურის გარდა. პირჯვარს უნდა იწერდეს. ეს ვიღაც ძალიან ცნობილი ნახატია და იქნებ მოვიძიოთ რომ პირჯვარს უნდა იწერდეს. პირჯვარს არა, თავიანთი ის აქვს. კარგი. და გავუშვათ ბოლო-ბოლო რა თქვა ამ ხალხმა ხო უნდა გავიკოთ.
საქართველოს უკვე გახდა მისი ესე ვთქვათ ქართული ოცნების გადაწყვეტილებებით ასე ვთქვათ მტრულად განწყობილი რეჟიმი არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ ხომ ისინი არიან ღია და ანტიდასავლურ ასე ვთქვათ რიტორიკას აწარმოებენ თავს ესხმიან დეზინფორმაციას ავრცელებენ ანუ ევროპა არ არის უნგრეთია თითო არ არის ანუ ძალიან მთელი რიგი ქვეყნები ევროპიდან ამოიღეს უკვე ხო? არა, მაგრამ უბრალოდ მტრულად არიან განწყობილები. დეზინფორმაციას ავრცელებენ. რა დეზინფორმაციას? არაფერი არ ყოფილა დეზინფორმაცია, რაც კი კრიტიკული გაჟღერებულა, ან ყველა იყო ფაქტზე დამყნობილი. და იყო გადამღერება იქაური პოლიტიკოსების. არა, მე გეუბნები სიტყვაზე კრიტიკულ იმას ხოია. შესატყვის კრიტიკულ აზრებს და ასე შემდეგ. არა, ევროპის კრიტიკა როგორ შეიძლება ეგ ცალკე, მაგრამ ანუ შენ როდესაც ამბობ რომ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე რომ მიდის იმას საუბარი რომ შენ რუსეთს იმაში ეხმარები რა ქვია ომის წარმოებაში იმიტომ რომ იმას რა ქვია მაცივრებს და სარიცხ მანქანებს აგზავნουν და მაგითი მერე ისინი დრონებს აკეთებენ და ავტომატებს და მაგაზე რომ არის არგუმენტს თხოვ და რო არ გაძლევენ არგუმენტს მე რო გააკრიტიკებ ეს ხელაღებით როგორ შეიძლება და ეს არაევროპულია და ანტიევროპულია შენ ყოფილხარ მაგრამ ტრიუმფულად განწყობილი ძალიან მაგარას ამბობს ხალხი გაბრაზებული მარტო ხელისუფლებაზე კი არა ოპოზიციაზე. ეს ამ 4 ოქტომბერს ჩვენ აღარ ვენდოთ აღარც პარტიებს, ხო? ჩვენ თვითონ დავიცვათ ჩვენი ხმები. და ეს დღე შეიძლება გახდეს აი ეს პიკი, პროტესტის პიკი, როდესაც ბოიკოტისტებიც, არჩევნებში მონაწილეებიც ხურდობაზე პირდაპირ აიქვეც ხელზე დაიჭერეთ ხელისუფლებას და თუ რამის თავი გვაქვს, აი ის იმ დღეს მოუწყოთ ხელისუფლებას პოლიტიკური ბართლომეს ღამე რა. ეს იმპოტენტები რომ შეიკრიბებიან და ქალის გასაუპატიებლად რომ მიდიან რა. ყველაფერი მზად აქვთ არა. სად ჩაუსაფრნენ, ბადე როგორ წამოაცვან, ნიმფომანი როგორ მთავრდება, გახსოვს ალბათ, როდესაც სვედანი ქალის გაუპატიურებას გადაწყვეტს. საიდან დაახტნენ, გაიგე და თავარი არ უმუშავთ. დაახლოებით აი თემა რომ თუ რამის ტრაკი გვაქვს, ბართლომეს ღამე. ბართლომეს ღამე დადებით კონოტაცია ხო? ეს მაგარია. მაგრა იციან. ბართლომეს ღამე არის დადებითი ისტორიაში, დემოკრატიაში შეიტანა. ალაბუთის ციხეც ხო დადებითად დასვარ. ლევან სამუშია გაუშვათ. ლევან სამუშიას გაუშვათ კაცო. დისპეჩერი. ანუ ამ არჩევნებზე გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე არ დაირაზმე ანუ NGO არის სამოქალაქო საზოგადოების მივლენილი დამკვირვებელი არის გამოვიდა კაცო მოვიგეთო აუ რა მაგარი შენ რა სადაც იყავი უბანზე იქაც იყვნენ ეს ვიღაც აქტივისტი ლიბერალი ისტორიჭკები აკვირდებოდნენ NGO-ებთან ერთად და საერთაშორისო მისიებთან და მესაც ვიყავი საბურთალოს უბანზე იქაც არა სხვა შორს არავინ პირიქით ძალიან კეთილ განწყობილებით დამხვდნენ ისინი ვისაც უნდა დავუწყო თვალებით დამწყევლეს მაგრამ რა თქმა უნდა არაფერი არ უთქვია ეგრე ეხლა რა თქმა უნდა რაც ხო ანუ ეგ ხო უკვე გააკეთეს ანუ ამ ხელა მობილიზება ხო ქონდათ ამ რიგითი ტიპები ხო და ის ხო მაგარი იყო ჯენზის ჯერ ძინავს გვიანდებიან ის მერე შეიძლება ხუთის მერე შეიძლება ათხატის მერე ტიპები არიან და ის სიზიფეს შრომა და მარტო რითი ცხოვრობ იმედით აი მითოლოგია კი მითოლოგია ეგ არის ქართული ლიბერალური მითოლოგია რომ რაღაცა მერე გაიუსყინებს ჯენზის ძინავს დეუს ექს მაქინა არა რაც თავარია როცა ყველაფერი ცუდისკენ აქვს ერთი ადგილისკენ ისინი ფიქრობენ ეგრე კი არ არის ჯერჯერობით აი ის ფიოლეტოვი ლუჩი აუსტოსკის აქ-ეგეთი კარგი რომანი სადაც ბავშვი სხვა სამყაროზე ოსნობს ის რომანტიკული რომანია და მართლა ესენი არიან მონოდინში რომ აი ხა უკრაინა რომელსაც მისცემენ ბირთული არახს დაარტყავს მოსკოვს და პაходу თბილისს ისეთი ბომბით დაარტყავს რომ მარტო კოცები მოკვდება და უკრაინა იქნება პლუს მე რეგიონის ლიდერი ვაფშე უკრაინა შემოვა არახამია იქნება აფხაზეთსაც დაგვიბრუნებს ხო აფხაზეთსაც და იქიდან წამოვა რუსულ სოჭს აიღებს სოჭს და აფხაზეთს დაგვიბრუნებს და ამათ ნუ ეს და ადამიანებს მართლა უნდათ რომ უკრაინის გუბერნია ვიყოთ თუ არჩევანია მაგრამ არა უკრაინა ხო კარგია არა გუბერნია რა კარგია უკრაინა კი და აი უკრაინელი ის რომ მართავდეს მე მახსოვს როგორ ამბობდნენ რომ ივანიშვილი ცუდად არის ჯანმრთელობა აქვს ცუდად ეს პიკი იყო უბრალოდ ვერაფერი ვერ მოუხერხეს კაც და ელისოკილაძე დარბოდა რომ აი ცუდად არის და ვერა და ასე შემდეგ მეთქმა დაიფაროს მერე იყო ესეთი მითი რომ აგერ ეხლა მივყვებით ინკასაციის მანქანას
ოღონდ უმრავლესობა იყო საკონსტიტუციო მატჩევნები, სადაც 16 იყო. თურმე გარკვეული, ხო. მიუყვები და სურათები გააქვს. კი. გახსოვს? ამას დაჟე ბობოლა ლიბერალები აშიარებდნენ ზბაო. მითოლოგია რა არის კიდე მათი, რომ ზღვას რო იტაცებდა, ეგ ფოთოლში გაჩერდა, იცი? რატო გაჩერდა ეგა? იმიტომ რომ მიიტაცა უკვე. არაფერი მისატაცებელი არ არის. და ბიჭო ზღვაო ნაპირი გადააქო და საგადაკეტაო და რაჭაშიო უნდაო მთის მოჭრაო სადაც ოქრო კი არ არის ვალის ის არის და ამას იცავდა გუბას სანიკიძე ღვინავდა რომ რაჭას შეეშვით და მეორე გვარამი ამბობდა თვალებს აფოთხრი ვინც რაჭას შეეშვებაო გვარამია მიშა არა შედევრი არის ეგ ძმაო მიშა რო სალომე ზურაბაშვილის პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნებს ლაივში აკომენტარებდა თეთრი წყარო ჩემი დედულეთი ვიქ სამეგრელო მე მეგრელი ვარ ყველაფრიდან აი მუმიას ბენი რა ყველაფერს არ მანდ ყველა რეგიონის შვილი რო იყო მაგაზე მაგარი იყო როს რუტუნებდა ეხა ეკლესიაში ვიყავს სანდელი დაოძე გაუცი აი მაგას რო კაცი იკადრებს ხო მაგარი შემსრულებელი ესე იგი ბაბში ყველაფერზე წავწველი იმიტომ სრუტუნებო რომ ეკლესიაში ვიყავი და გაუცილდი გაუტრაკა როზას კემოდი კი არა ვარ აბა შენ ჩამოძე ზებრასავი დამაბა და თან როგორ უტრაგებდა მე ხო წმინდანი ვარ რო ჩამოვიდე მე თქვენ რა გიშველებათ რომ გამკოჭავდო მე ისა იატაკი ხეხო ეს კი არ მინდა საწყალი მარტალი არ მოიწია. ამიტომ მიშას ვინდა მიმართო რასაც გული გიგზნობს ის ყოველთვის ის ვა უნდა დარჩენილიყავი ეხა. აი ეს და ის პორნომსახიობი რო იყო. ზელენსკის მრჩეველები თუ ვიღაცები. მეორე პორნომსახიობი რო ყავდა. ამას პაძელნიკი უაშენდი პირველი. მაგარი კაცი იყო. ო იმენა პორნსტარი რო იყო. რა კაცი არის. გული იგზნობდა საცოდავს დედას უტირებდა ისე იქ რო ყოფილიყო მიშა როგორ გამიტარდებოდა ბაულადები უკრაინაში ხო იტყოდა რომ მეც ვიჩვევ არა გაიქცეოდა იქიდან იქიდან გაიქცეოდა მაგრამ ხო იტყოდა რომ ფოტოს დადევდა იერაღით ხელში ხო არ გაიქცეოდა არა უსაფრთხო ფრონტი ყოვიდა სადმე კიევში ბიჭო კლიჩკოს როგორც ხონდა დადებული ავტომატით და რაღაცა და ოღონდ ეგეც აღდებს უფრო კლიჩკოს უხდებოდა კუნთი რამე კლიჩკო ისედაც მოკრივე და ზელენსკის ედავება რაღაცა ხო მაგრამ მიშა იმენოის იქნებოდა მიშა იქნება სულ ბუნკერში მწვანეზე რა ფონებს დაიდებდა სვეჟად ფოტოსესიას გამოუშვებდა ლაივებს მე ხა გამიტაცე მაგრამ ეხაც რო გატაცება თუ გორ ბავშვი თუ ნული თამაში ნაღდი გატაცება თუ განჯდარებს მაგრამ მეგობრებო თავი რო წაიქცია ეს იყო ძალიან მაგარი გახსოვს თავი რო წაიქცია სკაი სალს მინდა რომ გადმოიგდო თავი ხო ეგ მაგას გეუბნები ჯერ საწოლზე დაეცა არა ერთი იყო ტუალეტისკენ გზაზე რო წაიქცია თავი და საწოლიდან გადმოვარდნა არის ყველაზე მაგარი რო სინჯავს რო ძალიან შორიდან ხო არ ვარდებიო და როცა ახოს მივიდეო და კალიც იქ არის ამ დროს დავლაგებელი აბა ბიჭო საწყალო ხანში ბოლოს რა თქვა მიშა ნახე აგინებდა ლანძღავდა და მე ეხლაო სანამ საქართველოში ვარ ეხა უნდა გამომიყენოთ თორეო მე რო წავალ უკრაინაშიო მე რო თქვენთვის ვეღარ მოვიცლიო ქართველებს სამართლეს რო უტრაკებდა ეგ არის შედევრი დრო არ ეგ არის შედევრი რომ მიშა პირველ მეორე მოსმენებზე პირველ სასამართლოში ამბობდა რომ მოსამართლემ დააგვიანებოდა მე ვარო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერიო და არ მცალია რეგიონის ლიდერიო ბოდიში მიშა და აი 10 წუთი ხო დააგვიანდა მაგრამ ჯერ კიდე მე-3 თუ მე-4 წელია ვერ ჩახვედი იქით რა აი 3 წელი დაუგვიანდა უკრაინის იმნი რომ ილოცა უკრაინის ოღონდ არ ყოფილა ხო უკრაინული არა ნუ ნანუკამ რო თქვა მიშას რო ერთი ღერით ვაჭაბოვარ და საქართველოს რაღაცა ინტერესებს ხო ვაფშე დედამიწის საზოგადოებას რა აზრი აქვს და მაგარია რომ მიუხედავად და ბოდიში უკრაინული და ისე რაღაცები ის დაგვაუიწყდა მთავარი გვარამიამ რო იტირა გვარამია ლაკას ვეღარ ცნობსო სახელმას აქვს განუკურნებელი დაავადება მას ეშლება სახელები ლაკა ვერ გაიხსენა მეორე დღესე დაასტატუსა მიშამ ყველა კარგად მასწავლა დაწუხებული რომ გამოვიდა რო კანკალებს ნიკაპი უკანკალებს სხვათა შორის ნიკა უფრო კარგად ასრულებს ნიკა მაგრა ასრულებს ბაო ეს მიშა ჩამოვარდნებს და რაღაც რო იტირა თვალმა ერთი იტირა ის ბაბანერგები რო ქონდა ნაჭამი და ფრაკი რო ეცვა მაგრამ გვარამიამ ყველაზე მაგარი ის გააკეთა თავი რო წაიქცია პოლიციის თავი წითელი ტანგა რო ეცვა
თავიც აიქცია. სახეში რომ მიითეთ რა. არა, ერთი წამი. ეგ გაბუნია მიათეთ. არა, ეგ მოიცადა ერთი წუთი ბიჭო. აუ, რა მაგარაც აიქცია რა. აი რა კონდა მიზნად რომ სიგარეტს რო ეწევა ერთი წუთი პოლიცია ვთქვათ შემეშვება, უი ეს სუდად გახტავს. საჭერა უნდა ბიჭო. გამოსავალი მოძებნა. რაღაცნაირად ხომ გამოსულიყო იმ სიტუაციიდან და თავი დააჭერინა. მიხდი? ინსულინი რო გაიკეთა. ლაივში პლეჩო რო ამოაგდო. შაკიკის სამალი თუ რაღაცა სიგარეტი რო მოწია ლაივში. ნუ აი პანდემიის პერიოდი იყო განსაკუთრებით მაგარი. მან გარეკა გაიქცა. არა, მე ხო თქვა რომ რაღაცა ტაბლეტი. კალიკებზე ვიყავი. თქვა აღიარა. მაგრამ ბიჭო მიშაზე მართლა იმას გვისრულებდნენ, ბიჭო, რომ დემენცია ჭირსო. სულ სერიოზულად გვისრულებდნენ, რომ დემენცია დამართესო. არა, ეგ ადვოკატმა თქვა, რომ ფრჩხილებიდან ხრწნის სუნი ამოსდისო. დედამ თქვა პებაო. პებაო. და დედამ თქვა საჭმელს არ ჭამსო და ტიპს და გვაჩვენა რომ არა ერთი სამე ოსვენციმის პატიმარი არ მეულებრივად მიქონდა აკვარიუმში ჩასხმული თევზი ერთი ცალი ეგდო და წყალი აკვარიუმის წყალსაჭმელო და შირაკი იყო დაჟე მომონ ძალიან იმაზე იაფასებული არის და პარკით მიქონდა ისეთ საჭმელი რომ აი მოშიმ სერიოზული აი მოშიმშილი არ შეჭამდა იმას როგორ იცი აი უბრალოდ სხვა გზა არა ყველაფერს რო შეჭამდა უფრო ცუდად გახდები მეგრო ჭამო და ვამართლებ წამლავდნენ ხო დედამისის გამიჯნურების ამბები თუ გახსოვთ იმასთან გოგა გული მაქვს ცუდად ბიჭო რეალი სხვა შორის ეგ რაგვარი იყო სადა დაშორდა ხო და ერთ რაგვარი იყო არა რაგვარი იყო ეგ ბიჭი გიორგი ჩალაძე მოკლედ აპირებდა რევოლუციას საქართველოში აპირებდა რამე ინსაიდერულ ინფორმაციას რა ამბობდა დეკლარირებულად ესე რა ვერბალიზაციაც ეგრე მოახდინა დადგა ხო რაღაცა ფროუზენის კარავი დისნეის გმირი არის მე მგონი ხო მაგის კარავი დადგა რუსთაველზე და კარგე ჩვენ აქედან უნდა დავიწყოთ ამ ხელისუფლების დემონტაჟიო მე რაღაც შეხლა შემოხლა მოხდა პოლიცია მოვიდა ისის და ამას პატარა შეხლა შემოხლა და გაუხდა გული ცუდად ამის მოწყობილი რევოლუცია რომ დაურეკა პოლიციას კი არა და დავაი დროზეო სასწრაფო გამომიძახეთ გული გაქცუდა როგორ იცი ტოსა ზავი მილიცი იმაში რომ ონ მინა უბიოთ და ყველაზე მაგარი არის რომ საშიშვლოდ დაждენ ახალ წელს გახსოვს ნაცები დაждენ საშიშვლოდ ოფისში და ბარამზე ღამე ეპარებოდა და ეთომარებოდა ენა ვიღაცამ თქო რაც ხატს გვიდებდა გულს გული ხო არა იმას უდებდა არა ეგეთი გაправება ხო გაეძრა არა იმათ პარო პლედებს აფარებდა ანუ ვისაც ციოდა შეუწვებოდა გადახვდა მეგობრებო ხედავთ რა მაგარი არის გადაგვხდა ჩვენ ამათ ხელს ისე ითხოვე და მოგეცემაო რა რამდენი ხანი ვითხოვდით რომ ეს სიგიჟე მორჩეს ხოდა ეხა აღარ არის არა სიგიჟე გზელდება არა ის სიგიჟე რომ შავზე თეთრს გედავებიან არა ეხა ვიდაო მე აქციებზე უყურე თავიდან აი ესა გეი ის რომ სუფისტი მოიყვანეს ერთი ხო იყო გეი სუფისტი დროტრიალები სუფი გეი რო ტრიალებდა რა სუფიები რო ცეკვავე ხო იცი იქ და რო ტრიალებს საათ გეი სუფისტი არა კავსთან არა აქციას არა ყავს ახი შეგიძლია მართლა მეგობრებო პირველად მესმის რა სუფიები არ ვიცი თუ არა რაღაცას რომ ახედავ და გეწოდინება როტრიალებს ჭელკამაში გასული გააკეთდა ნახი ჩვენ ანუ რუსთაველის აქციებზეა რუსთაველის აქციებზე ვიღაცა ტიპი გეი შენ გააკეთდა ნახი სუფი როტრიალი აი ესე ხო ცუდად სუფიები ხო მაგრატრიანები თეთრებს ჩაცვიდა ეს არის სიცოცხლეს ფერებს თეთრებს აუ გეხვეწები ვინც ვიყურებს ჩამიგდეთ ჩააგდეთ რა Facebook-ში არამე აი ეგ კაი მაგას დავიდავროთ შამანი ხო მოიყვანეს შამანი და კუბოს დაწვევი და ისინი მახსოვს რაღაცა იმაზე ხო დაუკრეს წედროები გახსოვს ანუ ისიც სიგიჟეები იყო მე მახსოვს კიდე ის ევროკავშირის დროშით რო იცეკვეს გუფური ცეკვა რო იყო ქორეოგრაფიული იმას აღდგომას რო იმას ვღეროდნენ ევროკავშირის ჰიმნს ეგეც მახსოვს ძალიან კარგია ხო კარგი სამუშია გავუშვათ სამუშიაზე რატო გავჩი ისმის კითხვა
ბრძოლიდან რატო უნდა გავიდეთ? ეს დაწინაურდა. სადაც ბრძოლა, რატომ არ უნდა გაუმართოთ ბრძოლა ამ რუსულ რეჟიმს? სადაც შესაძლებელია ბრძოლა. ეს ბრძოლა ხომ არ გამორიცხავს აქციებს? ბუნებრივია არა. ლელოძლიერი საქართველოს მე მინდა გითხრათ, ნომერ პირველი ამოცანა და მოთხოვნა არის პოლიტიკური ტყვეების დავასრულეთ პოლიტიკური ტყვეების თავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები. ხო რა შეეხება ჩვენ რატო შევედით ამ შემთხვევაში? ჩვენ მოქმედება ვარჩიეთ უმოქმედობას პირდაპირ გეუბნები. ჩვენ ბრძოლაში ყოფნა ვარჩიეთ. გავაჩერდო. არა, გასტიკი არ უხდება რა. არა, ძალიან არ უხდება. დისპეჩერს არ უნდა ქონდეს გასტიკი. ყველა დისპეჩერისადმი მოტაცების მიუხედავად. აი, გავუშვათ კიდე? არა. ხო, რა ბრძოლა არჩის პარლამენტში არ შევიდნენ ტიპები. ყველაფერი ძალიან კარგად გავაკეთე. კარგი, მეგობრებო, სუფიების ვიდეოს, რომელსაც ვაპოვნინებ. ქართული გეისუფიების ვიდეოს გავუშვებთ აუცილებლად შემდეგ გადმოცემაში. კარგად, აბა, ხოლმე.